დილამშვიდობისა შეგახსენებთ იმყოფები რესტორან 7:70-ში, ჩემს გვერდით კი უსაყვარელსი ქალბატონის შებზარეული კეთი. მოგესალმებით, მეც მაღვიძარას მაყურებლებო, ერთ-ერთი მაყურებელი მეც ვარ, ძალიან მომწონს. ასე რომ მოდი შევახსენოთ დღეს რა კეთს ვაკეთებთ ქალბატონს. დღეს ვაკეთებთ ხახვის სუპს. აი ესეთი წვნიანი ქალბატონმა კეთიმ გააკეთა. მე კი ჩემს ცხოვრებაში პირველად შევწვი პური და მოვაყარე ზეთ ჰოლანდიური ყველი. შევახსენოთ, რომ შეიძლება სულგუნიც. კონკრეტულად რა ინგრედიენტები? ხახვი, ლიმონი, თეთრი ღვინო, ზეითუნის ზეთი, მარილი, შავი პილპილი, კარაქი და ყველი. ახლა მივდივართ ღუმელსკენ. ახლა ეს ყველი მას შევდოთ. ღუმელში ეს ყველი ზემოდან გადმოვა. კი. წვნიანი აუცილებელია ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით კარგია თუ ამას დილით მივირთმევთ, იმიტომ რომ ძალიან ხნეობას მატებს ორგანიზმს და ავსებს ყველა იმ ინგრედიენტით, რაც დღის განმავლობაში სჭირდება ადამიანს. ეს ეხება არა მარტო ხახვის სუპს, უბრალოდ ბოსტნეული სუფიც რომ გავაკეთოთ. და მე კიდე სურვილი მაქვს ესეთი, რომ ყველამ გაითვალისწინოს, დიდხანს ხარშვა არცეთ ბოსტნეულს არ უხდება. იმიტომ რომ მე ვიტამინები იკარგება და სასურველია თუ აი თითქმის ცოცხალი. აი ესეთი საინტერესო ჩვევები მოგეწოდოთ ქალბატონმა კეთიმ, გაითვალისწინეთ აუცილებლად, მეც გეტყვით რომ ბოდი ზამთარი, ვრცელდება ბევრი არასასიამოვნო ვირუსი, ხახვი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში, ასევე როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, კიბოს უჯრედების განვითარებასაც უშლის ხევსო. რამდენად მართალია დაუჯერებთ ალბათ. უნდა დაუჯეროთ მეცნიერებს კი. როგორც ხედავთ, ჩვენი კერძი უკვე მზად არის, რომელიც ძალიან მარტივი გასაკეთებელია. არ ჭირდება რამე უცხო ინგრედიენტი, რომელიც სახში არ გვაქვს და ვერ ნახავთ. ბოლო-ბოლო ერთი თავი ხახვი შეიძლება მეზობელსაც კი დაესესხოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ინგრედიენტებს, რა თქმა უნდა, ხახვი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი, ცოტა ღვინო 15-20 გრამი, ღვინო, თეთრი ღვინო, პური. ყველი სასურველია, რა თქმა უნდა, ჰოლანდიური არაქი, პილპილი და მარილი. ანუ ყველა ესეთი ინგრედიენტია თითქოს ძალიან ბევრ ჰოლესტერინს შეიცავს, მაგრამ ვანეიტრალებთ ღვინით, ლიმონით, ხახვით. ჰოლესტერინის კლავ. მე მართლა არ მოგართულებთ. მართლა ძალიან გემრიელია. ვისაც მართლა გართულება ხავსზე გირჩევთ. თუ გაუკეთებთ ლიმონს, ღვინოს მართლა იკარგება ეს ცოტა სპეციფიური ხახვის გემო. და ბოლოს კიდევ ერთ შევას მოგაწვით, როგორც ისეთ ხახვი ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. დროებით.